მოიმატა 60 გუშინ, უпроსოდ წუხელ 79600-მდე, 650-მდე, ახლა 77-ია, 77500 ამ დიაპაზონშია. და რამოდენიმე შეკითხვა იყო მასზე, თუ რის საფუძველზე იმატებს და რის საფუძველზე იკლებს და ლეგალურია თუ არა და რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც ამას ფასს ესე აწევს დაწევსო და როგორ გითხრათ, ახლა ლეგალური არის, რა თქმა უნდა, და როგორ შეიძლება ფასი ვიღაცა მაკონტროლოს სახელმწიფომ ან ვიღაც პირმა. ფასს წარმოქმნა ხდება ჩვეულებრივი კოტირებით, ანუ საბიჯო გარიგებებით. შემოვიდა 10 მყიდველი და არის ერთი გამყიდველი, მოთხოვნა დიდია, ფასი იზრდება, ხოლო პირიქით როცა არის 10 გამყიდველი და ერთი მყიდველი, ფასი ვარდება. ამაზე მარტივი არაფერი არის და ეხლა ვინ უნდა დასაჯოს და ვინ და რატომ. და რა ღირებულებაც კიდევ გითხარით, რომ ეს არის ბლოკჩეინი და მისი რაოდენობა არის შეზღუდული, ის 21 მილიონი იქნება, ამიტომ ის რაც შეზღუდულია და მეტი აღარ მოიპოვება, ედება ოქროს ფასი, პირობითად მაღალი ფასი მოთხოვნაშია. რატომ არის მოთხოვნაში? იმიტომ რომ ის არის ბლოკჩეინი. უზრუნველყოფს გადარიცხვებს სწრაფად და იაფად. ინფლაცია არ ეხება შენახვისის საუკეთესო როზე, მას მოთხოვნა იქნება ყოველთვის დღეიდან და უფრო ადრედანაც იყო, მაგრამ ეს სანამ გავაცნობიერეთ, უკვე კი არის იმდენი რამდენიც არის. სხვა კოინები არის ეთერიუმი მომდევნო მეორე ადგილზე, შემდეგ სხვადასხვა მოდის, ახლა ვარ ჩამოვთვალო რა მნიშვნელობა აქვს. ისინი მიყვებიან უკვე ბიტკოინის ფასს. და ეს ფასი განისაზღვრება, როგორც წეგან ჩამოგითვალეთ, რამოდენიმე ინსტრუმენტით. ფედის განცხადება, ნავთობის ფასი, ოქროს ფასი, ინდექსი და სხვა და სხვა და სხვა. და თუ ფიქრობთ, რომ ეს ინდექსები დაეცემა და ასე ვთქვათ, მოხდება რაღაც ომი და უბედურება, მაშინ ყველაფერი დაიქცევა და თვითონ შესაბამისად ბიტკოინის და კაცობრიობა ესე არ ფიქრობს. გადავიდეთ ახლა იმ საკითხზე, რომ როგორ უნდა შევიდეთ ასეთ დროს ამ მომენტში, რომ რაღაც მოგება ავიღოთ. თუ გახსოვთ ჩემი ფირი თვენახევრის წინ იყო, როდესაც ფაქტობრივად 65-66 დოლარი იყო და მიწერია კიდეც პოსტი, რომ შესაძლებლობა არ გაუშვათ ხელიდან და მე წერდი, რომ ნახეთ დავდე, მე არ ვთქვათ